ახლა საუბარი უნდა გავაგრძელოთ ბატონ გიორგი თავდგერიძესთან ერთად. საზოგადოებრივი მოძრაობა ფარის დამფუძნებელი, ამავე დროს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, თადარიგის პოლკოვნიკი. ბატონ გიორგი, დავიწყოთ მაინც საუბრით არა იმდენად მხოლოდ აი ამ პროექტსა და არამედ იმ მიდგომებზე, იმ ტენდენციაზე, რომელსაც აქვს ადგილი. ანუ კობახიძე ირწმუნება რას ამბობს, რომ ჩვენ მოგვენდეთ, ანუ ხელშეკრულებას არ გავასაჯაროებთ, მაგრამ ჩვენ იმდენად სანდო ხალხი ვართ და ყველა ეტაპზე იმდენად შეგვისრულებია ჩვენი ნათქვამი, რომ აი მაგალითისთვის მოყავს რომ ხო ამბობდნენ რომ რუსიფიცირება მოხდებაო ქვეყნისო და აი ხო არ შესრულდაო ეს ყველაფერიო. გასაგებია რომ დაუშვათ კრიტიკული არხების მაყურებლისათვის, ზოგადად კრიტიკული აზროვნების უნარის მქონე ადამიანებისათვის მსგავსი მათი არგუმენტები დიდი ხანი აღარ მოქმედებს და ეს ნდობა განულებულია, მაგრამ ვისთვის როგორც ჩანს მაინც საჭირო გახდა აქტიური პროპაგანდისტული პასუხი იმ რეაქციაზე, რომელიც აქვს ქართული საზოგადოების, მათ შორის ქართული ოცნების პროპაგანდის მიერ დომინირებად ნაწილს. და ამიტომაც არის, რომ კობახიძე ლამის პრომო ბიჭად არ მიწყინოს მან, მაგრამ აი პრომო სუბიექტად გადაიქცა, პრემიერი კაცი დგას და რაღაცა ისეთი სარეკლამო მელოდიის ქვეშ პრემიერის მიდან სამთავრობო გვერდზე საუბრობს აი ამ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან კარიკატურული სახე მიიღო ამან, მაგრამ რაღაც ხდება ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის როგორც ჩანს გამოღვიძება თავად იმ ხალხში, რომლებზეც წლების განმავლობაში უპირობოდ დომინირებდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. კი, ბევრი რამის ინდიკატორი არის, მათი ბევრი საქციელი, ჩვენ თანმიმდევრულად რომ მივყვეთ, თუნდაც ის, რომ ინვესტიცია როგორც ასეთი არ აინტერესებს ოცნებას, ფაქტია, ხო? მათ უამრავი შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ რაღაც სიღრმისეული პროექტები განახორციელებდნენ, რომელიც გამოიწვევდა რაღაც თუნდაც გარკვეული კატეგორია, თუნდაც თავიანთი მომხრეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ როცა გააქვს ანაკლია და ყურადღება გაქვს მიტოვებული და რაღაც საერთო გარიგებას დებთ და ციფრებიც ისეთია, რიცხვებიც ისეთია, ცოტა არაბუნებრივი. საბოლოო ჯამში ჩდება ეჭვი, რომ ესეც თაღლითური სქემაა და სხვა არაფერი. ანუ კლავ და კლავ ოცნება არ ცდილობს ფეხი მოიკიდოს, ხო? ეხლა პრემიერ-მინისტრი გუშინ ღარიბაშვილი იყო, დღეს კობახიძე, ეს არაფერს არ ნიშნავს, რა სიტყვის ას ამბობდა ღარიბაშვილი და რას ამბობს კობახიძე დღეს. და ზუსტად ამის შედეგია ის, რომ არც ჩინეთი, არც რუსეთი ფაქტიურად არ თანამშრომლობს ჩვენ ხელისუფლებასთან, როგორც სახელმწიფო მმართველებთან. ამიტომ არის ეს მათი შიმშილი და ყოველ ფეხის ნაბიჯზე იმის მტკიცება, რომ ჩვენ ვართ ლეგიტიმური და ჩვენ ვიღაცა გვხვდება, ჩვენ რაღაც გვაღიარებენ და არავინ არ აღიარებს, ხო? ფაქტიურად თუნდაც ის რაც მოხდა ცოტა ხნის წინ როდესაც ცენტრალური აზიის 5 ქვეყნის წარმომადგენლები ჩასულიყვნენ ამერიკაში და ტრამპს უშუალოდ შეხვდა, ამით დასრულდა და ტრამპი ფაქტიურად შეხვდა პოსტსაბჭოთა ყველა ქვეყნის ლიდერს გარდა საქართველოს. ხო, ორი დარჩა მარტო ლუკაშენკო და საქართველოს მმართველი, გასაგებია ივანიშვილი, რომელსაც არ შეხვედრია დანარჩენთან ყველასთან ჰქონდა მას უშუალო შეხვედრა და თუნდაც ეს ცენტრალური აზიის სამიტით ლიდერების ჩასვლა ამერიკაში დიდი გამოწვევა ოცნებისთვის და ფაქტიურად აი ოცნების ირგვლივ წრე არის შეკრული, ხო? თანმიმდევრულად რომ მივყვეთ. მოდი პირველი მოცემულობა რაც გვაქვს, ჩვენ გვაქვს დაუმარცხებელი პროტესტი. ოცნებამ ვერ მოახერხა, რომ ეს პროტესტი ჩაეხშო. მიუხედავად იმისა, 4 ოქტომბრის შემდგომ ჩვენს გქონდა შიშები, რომ ამას გამოიყენებდა ოცნება იმისთვის, რომ რეპრესიების გარკვეული ტალღა მოეყოლებინა და რაც გამოიწვევდა პროტესტის გარკვეულწილად ან დროში გადადებას ან ჩახშობას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მან იმასაც კი ვერ მიაღწია, ოცნება იმასაც კი ვერ მიაღწია, რომ რუსთაველზე აი ეს უწყვეტი პროტესტი რაღაცნაირად მიენელებინა, ხო? ფორმა იცვალა, მოძრავი გახდა, მანევრირებული გახდა, მაგრამ პროტესტი არსად არ წასულა. და როცა ვამბობთ დაუმარცხებელი პროტესტი, ეს არის მახასიათებელი ქართული პროტესტის და დაუმარცხებელი ეს განასხვავებს მას იგივე ბელორუსისა და რუსეთისაგან, ხო? სადაც პროტესტები დამარცხდა, სადაც შეეგუა, ადაპტირდა საზოგადოება, რომელსაც ასევე აქვს გარკვეული დემოკრატიული რესურსი, შეიძლება პროცენტულად არა იმ მასშტაბით, რომელიც არის ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ აქვს და ეს
თავის დროზე აჩვენა კიდეც და ძალიან ცნობილი, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატები ყავთ. ჩვენს ყავს ახლა უკვე ლაურეატები, მათ შორის სახაროვის პრემიის, მაგრამ აქ მთელი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ ეგუება და მისი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ამას გამოხატავს ბევრი რისკის მიუხედავად. აი ზუსტად მაგაშია თემა, რომ ეს არ არის რაღაც დაფინანსებული, ან თქვათ პოლიტიკური ჯგუფების მიერ ინიცირებული პროტესტი, ხო? ახლა როდესაც ბელარუსში პოლიტიკური ჯგუფები დამარცხდნენ, ფაქტურად პროტესტიც გაქრა, ხო? აი საქართველოში ზუსტად ესაა, რომ განწყობა, აი ხალხის განწყობიდან გამომდინარე, ჩვენ კი ხშირად ვეუბნებით რაღაც საყვედურს ხალხს რატო ზიხართ სახში რატო არ გამოდიხართ, მაგრამ უყურეთ 4 ოქტომბერს გამოვიდა, აი როდესაც კონკრეტული ამოცანა, როცა კონკრეტულ შედეგზე შეიძლება გავიდეს, ეს ადამიანები დაძახილზე გამოდიან, როცა სერიოზულდება თემა, მოსახლეობა მზად არის გამოვიდეს და ეს პროტესტი ბოლომდე მიიყვანოს. უბრალოდ ჩვენ გარკვეულ შეცდომებს უშვებთ იმის, რომ კარგად ორგანიზებას ვერ ვახდით, მაგრამ ესეც გამოცდილების თემა და ესეც აუცილებლად მოვა, მაგრამ თავარი თემა, აი შევეგუოთ და ოცნება ალბათ უკვე შეეგუა, რომ ქართული პროტესტი არ მარცხდება. და ბალანსია ხა რაღაცნაირად კი პროტესტი ჯერ ვერ ამარცხებს დიქტატურას, მაგრამ დიქტატურასა და პროტესტს შორის გარკვეული ბალანსი შედგა, როდესაც ერთმანეთს ვერ ამარცხებენ, მაგრამ ორივე გარკვეულ სტატუს-კვო ჩამოყალიბდა. მაგრამ მეორე თემა არის ასევე რეგიონალური ბალანსი, ხო? ჩვენზე ძალიან დამდგუნელად მუშაობს რუსული ფაქტორი. გვინდა არ გვინდა იმ ადამიანებსაც კი, ვინც ანტირუსულადაა განწყობილი, მანდამაინც ომის არ ეშინიათ და ამას დეკლარირებენ, მათაც კი მაინც რუსეთის ეშინიათ. მაგრამ რეალობაში ჩვენ ალბათ დავაკილით ამის ახსნა კარგად, რეგიონში არის ბალანსი. ანუ რუსეთი კმაყოფილია იმით, რომ აქვს აფხაზეთი და ცხინვალი და ამის იქით მისი სამხედრო ყოფნა. ანუ რა თქმა უნდა, მას აწყობს, რომ აქ ყავს პრორუსულად განწყობილი მთავრობა, მაგრამ ის რომ მისი სამხედრო ყოფნა რაღაცნაირად გააფართოვოს, რუსეთს არ აწყობს, იმიტომ რომ ეხა არის დაბალანსებული და მისი ნებისმიერი აქტიურობა ამ მიმართულებით გამოიწვევს ამ ბალანსის დარღვევას და შესაბამისად სხვა აქტორების შემოსვლას რეგიონში, ხო? რეგიონში აქტიურადაა შემოსული ისრაელი, აქტიურადაა და იმ თავის ინტერესები გააჩნია თურქეთს და გარდა ამისა ორი სახელმწიფო სომხეთი და აზერბაიჯანი და აზერბაიჯანი უკვე აღარ არის უბრალოდ მესამე რესპუბლიკა კავკასიის, არამედ ის უკვე რეგიონალურ სახელმწიფოდ იქცა, მას აქვს თავისი გავლენები, იმიტომ რომ მას გარკვეული ბერკეტები აქვს, იმდენად დიდი, რომ რუსეთი იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა აზერბაიჯანისთვის იმ ჩამოგდებულ თვითმფრინავის გამო. პირადად პუტინმა მოუხდა ბოდიში. და ანუ ფაქტიურად ბალანსი მარტო თურქეთს და რუსეთს შორის აღარ არის საუბარი, ხო? საუბარი ამ ორ რესპუბლიკასაც თავის ინტერესი გააჩნია და მათთვისაც რუსეთი საქართველოში წარმოუდგენელი და მიუღებელია. ამიტომ აქედან გამომდინარე ეს ფაქტორი, რომელიც რაღაც მორალურ თუ ფსიქოლოგიურ ზეწოლის ფაქტორად იყენებს ოცნება ჩვენს წინააღმდეგ, ეს ფაქტორი უნდა მოხსნათ. აქ ერთ-ერთი ვისაც შეუძლია რომ ბალანსი დაარღვიოს და ისე დაარღვიოს, რომ გამარჯვებული აღმოჩნდეს, არის ამერიკის შეერთებული შტატები. საქართველოში მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებს ყავს ისეთი მოკავშირე, როგორც არის საქართველოს შეერთებული ძალები. სხვა არც ერთ სახელმწიფოს ესეთი მოკავშირე საქართველოს ტერიტორიაზე არ ყავს და არა მხოლოდ შეერთებული ძალები, არამედ განწყობაც, ხო? აი დღეს რო ჩავატაროთ გამოკითხვა ნატოს თუ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზას რამდენი ისურვებდა საქართველოს ტერიტორიაზე, იმას უკეთეს შედეგს მივიღეთ, მაგალითად, ვიდრე თუნდაც რუმინეთში, სადაც ნატოს ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა შენდება და თუ ამ მიმართულებით წავალთ, თან ეს არ არის რაღაცა კეთილგანწყობა, ხო? ეს არის პრაგმატული საქმიანი ურთიერთობის შედეგი, როცა ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველოს შეერაღებული ძალები ერთად ქმნიდნენ და ერთად დებდნენ გარკვეულ შედეგს, უდა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ რეალობაში ესია, ხო? ამერიკამ გამოცადა საქართველოს შეერაღებული ძალები ყველაზე რთულ ვითარებაში, როგორც საქართველოს გარეთ, ასევე საქართველოს შიგნით. და ის ამ თანამშრომლობით კმაყოფილია, ისე როგორც ის რაც პოტენციაში შექმნილია ნატო საქართველოს ერთობლივი წვნების ცენტრი, ეს გარკვეულწილად პილოტ პროექტი იყო, შევძლებდით თუ არა ერთად რაღაც ინსტიტუციის მართვას და შევძელით ეს. აღარაფერს აღარმობ ერაყის და ავღანეთის მისიებზე, სადაც ქართველი ოფიცრები წარმოადგენელი იყვნენ არა მხოლოდ ქართულ კონტინგენტში, არამედ მმართველ შტაბებში და ისინი მშვენივრად ახერხებდნენ კომუნიკაციას და ასე ვთქვათ სასარგებლოდ ყოფნას. ანუ ამის იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გარკვეულწილად უფრო გვეშინია, ვიდრე რეალურად რისკი არსებობს. და ამ ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვას ვერ ვახერხებთ, ხო? აი მაგალითი იყო 4 ოქტომბერი. 4 ოქტომბერს არაფერი კატასტროფული არ მოხდა, მაგრამ
ვერავის ვერ დააგმობინეს 4 ოქტომბრის ათონელის რაღაც მათ მიერ შეთხზული მითი, რომელსაც ოცნების პროპაგანდა ძალიან მაგრად ამუშავებდა, ხო? ალბათ რუსებსაც ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ეს პროპაგანდა იმუშავებდა, რომ სადღაც შეჭრას აპირებდნენ ქართველები. არ იმუშავა ამან და როგორი რისით თქმა მინდა ამით, რომ ჩვენ თუ ვიმოქმედებდა ამ ფსიქოლოგიურ სტრესს, ასე ვთქვათ, მოვიხსნით, ძალიან მარტივად შევაჩერებთ იმ რეგრესს. ჩვენ ხო ახლა ირგვლივ წარმოიდგინეთ იგივე ცენტრალური აზიის ქვეყნების მაგალითი რომ მოვიტანოთ, ხო? უზბეკეთმა შესთავაზა 35 მილიარდის ინვესტირება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხო? ანუ წარმოიდგინეთ რა თანხებზეა საუბარი და რა დონის ურთიერთობაზეა საუბარი, ხო? და ამ დროს ჩვენ რაც განვითარებისთვის და წინსვლაზე კი არ ვჟელოთ, არამედ ვჟელოთ იმას, რომ საერთოდ გვაშორებენ, საერთოდ გავეთიშეთ ყველა პროცესს და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის რაღაც თაღლითური სქემების მსხვერპლი ვართ. ხო, ეხლა ამხელა ენერგია იდება რაღაც არაბული საფრთხეც ამოვწიეთ. ამაზე ვჟელობთ, ხო, ამაზე დროს ხარჯავთ, არაბული ქალაქი იქნება, არ იქნება, არაბული დემოგრაფიული რაღაც ის რა ქვია, კატასტროფა გვექნება, არ გვექნება და ვიღაცები ვჟელობენ ორი მხარე არსებობს. ამაზე და აქით მიდის ენერგია. როდესაც აბსოლუტურად თაღლითური სქემა, რომელსაც არანაირი გაგრძელება არ მოყვება, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი გარკვეულწილად არაფრისგან შექმნის ფულს და ამ ფინანსებს და ამ ფინანსებს წაიღებს არა ჰაერიდან, არამედ ჩვენგან. ის ვერც არაბებს მოპარავს ფულს, ვერც რუსებს მოპარავს, ერთ-ერთი სადაც ახერხებს და სადაც აქვს ხრელი და საიდანაც ის იპარავს ფულს, ეს არის ქართული ბიუჯეტი, ხო, ჩვენს მიერ შექმნილი დოვლათი, რომლის საშუალებითაც შემდეგ გარკვეულწილად ვიხდით ჯარიმებს და უკან დაგვჭირდება ბევრი პროექტის გამოსყიდვა. თუმცა მესმის რასაც ბატონ გიორგი, მაგრამ საუბარი არის სახელმწიფო ქონებაზე. დიახ. საუბარი არის ძალიან მნიშვნელოვან ტერიტორიებზე. როგორც ემოციური, ისტორიული მნიშვნელობითა და განცდით, ასევე სტრატეგიული თვალსაზრისითაც, მათ შორის თქვენი სპეციფიკიდან პროფესიული, ასე ვთქვათ, ცოდნა გამომდინარე, ჩვენ კარგად გვახსოვს გონიოს პოლიგონი, რასაც წარმოადგენდა, როგორც გავარკვიეთ თავად ამ პოლიგონის განაღმვის სამუშაოებით სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, რაც ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით საკმაოდ რთულად განსახორციელებელია და მნიშვნელოვან ფინანსებს მოითხოვს ამ საქმეში სხვათა შორის თქვენ დამიდასტურებთ წლების და დეკადების განმავლობაში ჩვენი დასავლელი და ნატოს პარტნიორები გვეხმარებოდნენ ძალიან აქტიურად, მათ შორის დანია განსაკუთრებით და ასე შემდეგ და ასე გამზადებული უნდა მივართოთ საქართველოს საუკეთესო ტერიტორიები, იქნება იქ არაბული მონაწილეობით, ნებისმიერი სხვით თუ ივანიშვილის ოჯახის ინტერესით, ვის იქნება ამასაც აქვს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა რა, ასე ვთქვათ, ეთნიკურ-პოლიტიკური წარმომავლობის ფული იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს რო თავისთავად ძალიან დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის, ამიტოა ასეთი მწვავე რეაქცია საზოგადოების სხვადასხვა ფენის და ნაწილის. ხო, ანუ მე რეაქცია არ მეკოს, მე ზუსტად ამას ვამბობ, უყურეთ, როგორც თვითმფრინავი. თქვენ ამბობთ, რომ მთავარი პრობლემა სხვა არის. ეს არის შედეგი. რაკეტა მისდევს, სრულ სამიზნეები გახსოვთ. და გავასწოროთ. ხო, ამიტომ ზუსტად თუ ბიძინა ივანიშვილი დარჩა, გარდა ამ სხვა ტერიტორიებსაც გაყიდის და ყველაფერსაც გაყიდის. ხო, მთელი ქვეყანა იმისი არ იყოს დღეს ბატონ შალვა ნათელაშვილი ჩართვა ქონდა დღის განმავლობაში და კიდევ ერთ სხვა მსგავს შედარებით უფრო მცირე მოცულობის, ასე ვთქვათ, ტერიტორიის გადაცემაზე საუბრობდა და იმეორებს ხშირად ამას, რომ ივანიშვილმა დაალომბარდა საქართველო და მე მგონი ერთ-ერთ საუკეთესო შეფასებაა თავის შინაარსით, რომელიც ასახავს სიმბოლურად ვითარებას, რომელშიც არის ახლა მთელი ქვეყანა. კი, და უყურეთ, ზუსტად ეს მინდა უთხრა იმ ადამიანებს, რომელიც აქტივისტებია და რომელსაც ჯერ კიდევ ერიდება ღია პროტესტის გამოხატვა. ჩვენ ეს სწრაფად უნდა დავასრულოთ დიქტატურა და ის, რომ დიქტატურა აქ დიდი ხანს, ანუ სამწრო საიცოცხლო ბრძოლას არ გაგვიმართავს. ის ეხლა ზუსტად ამ რეჟიმშია გადასული, რომ რაც შეიძლება მეტი მოასწროს. აგერ ერთ-ერთ სტატუსში თუ გადაცემაში ვსაუბრობდი, თავის ერთ-ერთი ძალა, რომელზეც დგას, ეს არის პოლიცია, ხო? პოლიციასაც კი ის რაც მინიმალური, რომელიც არ ჯდება დიდი, ხო? ანუ აღჭურვილობა და ფორმა, ამასაც კი აი რაღაც ნაგლეჯ აკეთებს და კმაყოფილი არ ყავს. ეხლა რაღაც გამოაცხადა ზუსტად 3 დღის წინ, რომ სოციალური პაკეტი გაუზარდა, მაგრამ რო ჩახედავ ეს სოციალური პაკეტი ისედაც და იგულისხმება, ეს არ არის რაიმე ახალი და რამე გაზდა. ზოგადად ინფლაციის ასეთი მაჩვენებლის პირობებში პენსიონერებისათვის მხოლოდ 20 ლარით პენსიის ზრდა
წლიური არის დაცინვა უბრალოდ ჩვენი საზოგადოების ამ ყველაზე მნიშვნელოვანი მოწყვლადი სოციალურად მოწყვლადი ფენის, ხო? დიახ, და ზუსტად ამაშია საქმე, რომ ჩვენ ზუსტად უნდა გავასწოროთ სამიზნე, რომ ის პოლიციელი კი არ არის ჩვენი სამიზნე. ხო, კი ბატონო, ეხლა ვიღაცა ცუდად იქცევა, ვიღაცა ისე არ იქცევა, მაგრამ ბოროტება არა პოლიციელში, არამედ ბოროტება იმაშია, ვინც სარგებლობს მისი სოციალური დაუცველობით, მისი თქვათ ზოგის გაუნათლებლობით, ზოგის ცუდი ხასიათით და იყენებს მათ, მაგრამ ვინც იყენებს, ის არის პრობლემა. თორე ერთ პოლიციელს გაუშვებს, მეორეს მიიყვანს და ბევრი არაფერი შეიცვლება. არაფერი შეიცვლება, ხო, ამიტომ ზუსტი სამიზნეები უნდა ავარჩიოთ და ზუსტად უნდა ურტყათ. აი ამ სამიზნე პრინციპი შეიძლება ამორჩეულიც არის, მაგრამ თვითონ ამ ენერგიის მობილიზება, რომელთაც უნდა მიმართო ეს ენერგია რაღაც შედეგის მისაღწევად, ეს არის ხა მთავარი ამოცანა წინამდებობის მოძრაობის. თქვენ ხშირად ამბობთ, რომ პროტესტის ფაზიდან, მათ შორის ახლა უნდა გადავიდეთ წინამდებობის ფაზაში, ხო? აი ეს გარდამავალი ფაზა თითქოს ცოტა იწელება, თუ უბრალოდ ჩვენ ვჩქარობთ. არა, ჩვენ ვჩქარობთ, მაგრამ გარკვეული საგარეო ფაქტორებიც გვჭირდებოდა. ეხლა ეს საგარეო ფაქტორები კიდევ უფრო გამოიკვეთა, რომ ჩვენ სასარგებლოდ ლაგდება ყველაფერი რეგიონში. მართლა იქნება ეს შუა ეკონომიკური სარტყელი, მაგრამ ეს იქით იყოს რეალობაში ერთობა არსად არ წასულა. უბრალოდ უყურეთ, პროტესტმა თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს მიაღწია, ხო, აი ფიზიკური ფორმით რაც კეთდება. ეხლა საჭიროა ამის პოლიტიკური ცენტრის შექმნა. არა ყვადაღებული ერთობა, არ გამოდის ეს ერთობა, ხო, რაღაცა ყველას ერთად ყოფნა, რაღაცნაირად არ გამოდის, მაგრამ პოლიტიკური სიმძიმეების ცენტრების შექმნა შესაძლებელია. იმისთვის, რომ ჩვენ გარდა იმისა, რომ პროტესტი იყოს, იმ პროტესტის მიერ მოპოვებული რაღაც დივიდენდების კაპიტალიზაცია მოვახდინოთ. ამიტომ არის საჭირო ძლიერი პოლიტიკური ცენტრების გაკეთება, იმიტომ რომ ქართველის ბუნება ეთყობა რაოდენობა თავისას შვება. ახლა მას უნდა რომ ეს იყოს რაღაც რაოდენობით გამაგრებული. ამიტომ ჩვენ როგორც კი სწრაფად მოვახერხებთ ამ ტიპის დობის მქონე პოლიტიკური მძიმე ცენტრის შექმნა, მით უფრო გაგვიადვილდება და მით უფრო სწრაფად დავასრულებთ დიქტატურას. მით უმეტეს ახლა ეს დროც არის ახალწლამდე, როდესაც კიდევ უფრო გამოიკვეთება ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგია და პოლიტიკა ცენტრალური აზიის მიმართ. და ჩვენ ვიცით, რომ ებრაელები არ მალავენ, ახლა აზერბაიჯანში კიდევ ერთხელ გაცხადდა, ისრაელის ეჭმა განაცხადა, რომ მალე ისინი რეგიონალურ მასშტაბის ინფრასტრუქტურულ პროექტებს არადგენენ, რაც ნიშნავს, რომ სამი ქვეყანა მინიმუმ თურქეთი, ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ინვესტიციების განხორციელებისთვის ემზადება. და ამ ინვესტიციების უსაფრთხოებას გასაღები საქართველოშია აზიანის. კი, ეგრეთ წოდებულ ტრამპის გზაზე როცა იყო საუბარი დაბადებზე, იქ ითქვა, რომ ტრამპმა სამხრეთ კავკასია იშვილაო. ხო და კაცო ამ ნაშვილებად მდგომარეობაში რაღაც საქართველოს დარჩება, ასე ვთქვათ, გერის მდგომარეობაში. ბატონ გიორგი თავდგირიძეს სტუდიაში ყოფნით ვისარგებლეთ და მნიშვნელოვანი და საინტერესო არის გლობალური სურათის დინამიკის ცვლილების გათვალისწინებით ვენესუელასთან დაკავშირებულ მოვლენებზე ვისაუბროთ ამ დღეებში. ეს დინამიკა კიდევ უფრო აჩქარდა. ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მიმართავს და მოუწოდებს ნიკოლას მადუროს ბრძანებების შესრულებაზე უარი თქვან. მარია კორინა მაჩადომ მოუწოდა სამხედროებს შეუერთდნენ ხალხს გადამწყვეტ მომენტში, რომელიც მისი თქმით უკვე ახლოვდება. ერთი დღით ადრე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ვენესუელასთან დაკავშირებით, თუმცა დეტალები მას ჟურნალისტებთან არ დაუზუსტებია. მანამდე კი პენტაგონის მეთაურმა ჰექსეტმა კარიბის ზღვაში ნარკოტერორისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ოფიციალურად დაწყება გამოაცხადა. ამ დროისთვის კარიბის ზღვის აუზში სხვადასხვა მონაცემებით 30,000-მდე ამერიკელი სამხედროა მობილიზებული. ნიკოლას მადურომ ვენესუელის სანაპიროებთან არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, პირდაპირ საფრთხედ შეაფასა. თავისუფლების მოთხოვნის შეძახილები სულ უფრო ხმამაღლა ისმის, როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც. ჩვენ ვართ 30 მილიონი ადამიანი, რომლებიც ფეხზე დგებიან დაშლის პირას მყოფი კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ჩვენი ხალხი მძევლად დაიყვანა. გვაშორებს საყვარელ ადამიანებს და მიზანმიმართულად გვაშიმშილებს. მიუმართავ მათ, ვინც დღეს ასრულებს სამარცხვინო ბრძანებებს. მოსახდენი მოხდება. გადამწყვეტი საათი გარდაუვალია. დაუშვით იარაღი, ნუ დაესხმებით თავს საკუთარ ხალხს და გადამწყვეტ
გადავწყვეტ მომენტში მხარი დაუჭირეთ ვენესუელის თავისუფლებას. ისტორია, კანონი და ვენესუელელი ხალხი იქნებიან თქვენი მოსამართლეები. გახდით ვენესუელას ნათელი მომავლის და არა ტირანიის მიერ შექმნილი ნგრევის ნაწილი. იყავით გმირები და არა დამნაშავეები. ჩვენ ვითხოვთ პატივისცემას ჩვენი სამშობლოსადმი. დავალება, რომელსაც ახლა ვაძლევ ყველა სახალხო, სოციალურ, პოლიტიკურ, სამხედრო და საპოლიციო ძალას, არის ის, რომ არც ერთ მომენტში არ ახვდნენ პროვოკაციებს. არამედ მობილიზებულნი იყვნენ პატრიოტული ენთუზიაზმით და თქვან, წადით აქედან იმპერიალისტურო გემებო, არა სამხედრო მუქარად. მე ყოველდღე მიმართავ შეერთებული შტატების ხალხს. გსურთ ომი კარიბის ზღვის აუზში, ომი სამხრეთ ამერიკაში. არა, მშვიდობა ამერიკისთვის. გავაკეთოთ ყველაფერი მშვიდობისთვის. ჩვენ კიდევ ერთი ეპიზოდი უნდა გქონდეს, მინდა ვთხოვ პროდიუსერს მადურო ლენონის ასე ვთქვათ სიმღერის ფონზე რო გამოდის, თუ გვაქვს ერთი გავუშვათ, ესეც მნიშვნელოვანი საინტერესოა. ძალიან საინტერესო ვიდეო იყო ეს და ბატონ გიორგი როგორი მშვიდობის პრედები გახდნენ ეს ავტორიტარები, როგორი მშვიდობის მყოფელები. საბჭოთა კავშირი გამახსენდა ჩემთან აქ ჩემს სახლთან წერტილის მეტროს თავზე იყო უზარმაზარი პლაკატი გამოკრილი მირუ მირე და საბჭოთა კავშირის რო შევეშვა დღევანდელ სინამდვილეშიც ადამიანები რომლებიც ავტორიტარული დიქტატორული მმართველობის სიმბოლოები არიან რომლებიც ათასობით კი არა რომელთა მსხვერპლი ათასობით კი არა 10,000-ობით ეს განისაზღვრება სამსხვერპლოდ აი უცბად როცა რეალურ საფრთხეს გრძნობენ ხოლმე ლენონის მშვიდობისადმი მიძღვნილი სიმღერების ფონზე პოზირებენ სცენაზე რის მაჩვენებელია ეს ყველაფერი და ზოგადად გვაინტერესებს რამდენად მნიშვნელოვანია დავარქვათ ამას აი ეს დიდი ოპერაცია, გადაიზრდება თუ არა სამხედრო ოპერაციაში, ამ ხრევაც მაინტერესებს თქვენი აზრი, თუ რას უნდა ველოდეთ ამ მიმართულებით და თქვენი აზრით ვის გულშემატკივრობს ქართული ოცნება და ივანიშვილი და კობახიძე. მადუროს თუ ოპოზიციას. ხო, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ გულწრფელად ისინი ალბათ მადუროს გულშემატკივრობენ. ალბათ არა, გულწრფელად ისინი მადუროს გულშემატკივრობენ, იმიტომ რომ თუ ამერიკული ოპერაცია ვენესუელაში იქნა წარმატებული და აუცილებლად იქნება წარმატებული, ეს მათთვის პრობლემაა, ეს კიდევ უფრო ფსიქოლოგიურ წნეხია მათთვის და პირიქით სილაღე პროტესტისთვის, ხო? ეს გადამდებია ხოლმე ესეთი სხვა შორის საქართველოს სახელმწიფოს აღიარებული ყავს ოპოზიციის ლიდერი, რომელიც აირჩიეს და რომლის არჩევნების შედეგების ანულირება მოხდა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, ეს არ შეუცვლია, ამათაც კი არ შეუცვლია. აი და განცხადებებს გააკეთებენ. რეალობაში ამერიკა წაუგებელ თამაშს თამაშობს იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ალბათ წერტილოვან დარტყმებს განახორციელებენ. რაც შეიძლება თქვენ არელით სახმელეთო ოპერაციას ფართომასშტაბით. გარკვეული სპეცოპერაციები გარკვეული იქნება, რა თქმა უნდა, იქნება რაღაც გარკვეული ტერიტორიები, სადაც აგრეთვე სახმელეთო ოპერაციები უნდა ჩატარდეს, მაგრამ ეს არ იქნება რაღაც ფრონტი და ქალაქის აღება და გარკვეულწილად სპეცოპერაციების დონეზე, იმიტომ ამერიკას ეს წერტილოვანი ოპერაციები ძალიან კარგად გამოსდის. თან ეხლა მას შემდეგ რაც ისრაელმა რაღაც ძალიან ფილიგრინული ოპერაცია ჩაატარა ირანში, ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებს კვლავ ჭირდება თავისი ძალის დემონსტრირება, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ სამხედროებს შორისაც არსებობს გარკვეული კონკურენცია, რამდენადაც ესე არ უნდა ჟღერდეს და ამ შემთხვევაში ზუსტად ამერიკის შეერთებული შტატების შეერაღებულ ძალებს ჭირდებათ ეს წარმატება. ამიტომ ყველა ოპერაცია, რომელიც დაგეგმილი იქნება, გათვლილი იქნება იმაზე, რომ დროში არ გაიჭიმოს, რაც შეიძლება კარგად იქნას უზრუნველყოფილი საინფორმაციო თვალსაზრისით და ეს საინფორმაციო უზრუნველყოფა მას გაყვეს ყოველწამიერად, არა ის რომ რაღაც მხოლოდ ერთჯერადი საზღვაო ინფორმაციის საფუძველზე, არამედ თამდევი იყოს და ბევრი ახალი აღჭურვილობაც და შეერაღების სისტემაც გამოიჩნდება ალბათ და რაც თავარია
სასარგებლო საქმე მოხდება, ეს მიცემს შანსს ვენესუელა ხალხს, რომ მათი დასუსტებული ლიდერი, დიქტატორი თავის ადგილას დააბრუნოს. მე მგონია სიტუაცია ამისთვის უკვე საკმაოდ არის მომწიფებული და ასეთი განცხადებები პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან არ გაკეთდებოდა რაიმე ტიპის შუალედურ მიზანზე რო იყოს ეს გათვლილი. მაგრამ ბოლო კითხვა რაც მინდა დაგისვათ, რამდენად მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ეს ავტორიტარული ღერძის მსოფლიოზე გავლენაზე შემცირებაში, განსაკუთრებით პუტინის გავლენები მაქვს ხედულობაში, იმიტომ რომ თავად რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს სახით ესე ძალიან ფორმალისტურად გამოეხმაურა აი ამ ბოლო მოვლენებს, თქვა რომ იმედი გვაქვს რომ შეერთებული შტატები მოქმედებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად თუ გეგონება თვითონ სულ მაგ სამართლის შესაბამისად მოქმედებენ, მაგრამ ეს უძალობის გამოხატულება იყო და ამ ხრივ რუსეთის პოზიციონირების კუთხითაც რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მოვლენების ისე განვითარება, როგორც თქვენ თქვით ახლა ვენესუელაში. რუსეთშიც ძალიან რთული სიტუაცია პუტინისთვის ის ყოველ წამს და ყოველ კვირას და ყოველ ეს რუსეთის გავლენის სფეროების დანაკარგების ჩამონათვალი გაიზრდება და ვენესუელა არის ქვეყანა, რომელიც ნავთობის მარაგებით მსოფლიოში წამყვანია. ხო, უბრალოდ ეგ ბოლო პერიოდში რუსეთი ალაპარაკდა ეგრეთ წოდებულ სამობილიზაციო ეკონომიკაზე. ეხლა ზუსტად არავინ არ იცის რაზეა საუბარი, მაგრამ არსებობს შეფერხებები ნებაყოფლობით მობილიზაციაზე და ის დანაკლისი, რომელიც მას აქვს, სურს ეხლა ჩვეულებრივი კლასიკური ძალისმიერ მობილიზაციაზე გადაიყვანოს ქვეყანა და ასევე ის ფინანსური, ასე ვთქვათ, ფინანსები, რომელიც მას აღარ აქვს და შემოაკლდა ამის კომპენსირება მოახდინოს სამოქალაქო სექტორის გასამხედროებით, ანუ გარკვეულ მიმართულებებზე ის თავის, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს ქვეშ აიყვანს სამოქალაქო, ასე ვთქვათ, სიმძლავრეებს და მისთვის შეიძლება ვენესუელაში სამხედრო, ანუ მას ეს მოლოდინი აქვს, რომ ეს ნავთობს გააძვირებს, იმიტომ რომ ის დანაკარგი, რომელიც აქვს მას, ანუ მოცულობა შეუმცირდა გაყიდვების ფასები მისთვის იქნება ეხა მალამოსავით, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული დამატებითი თანხები. ოღონდ ეს ძალიან მოკლევადიანი ეფექტი შეიძლება იყოს, თუ კი ვენესუელას ნავთობის საბადოები შეერთებული შტატებთან კოლაბორაციის რესურსად იქცა, საშუალოვადიან პერიოდში ეს რუსული ეკონომიკის კოლაფსის ტოლფასის ფასი შეიძლება აღკვეთოს. კოლაფსისკენ ის მაინც მიდის და ზუსტად აქ როგორი მომენტია, შეიძლება პუტინს კიდევაც აწყობდეს რომ მასზე ზეწოლა გაიზარდოს გარკვეულწილად და შეიძლება დამარცხებაც აწყობდეს დასავლეთთან და არა თავის ხალხთან, ხო? ანუ გაცილებით სასტიკი იქნება რუსი ერი პუტინის მიმართ და მისი ოჯახის მიმართ, ვიდრე დასავლეთი დამარცხების. თქვენ ხა საინტერესო ვერსიას მეყვეთ, ცუცა და კიდევ უფრო უარეს არჩევან შორის რა შეიძლება გამა. ბატონო გიორგი, ძალიან მადლობა, მათ შორის დაველოდებით ვენესუელაში ვენესუელასთან მიმართებაში როგორ განვითარდება მოვლენები, ეს მსოფლიო პოლიტიკაზე აისახება, მათ შორის ჩვენთანაც არის კავშირში. დაგემშვიდობებით.